და მე ვამბობ, რომ ჩვენ მარ ჯურით ცხოვრებამ და დოგმატურმა ცხოვრებამ, წონებამდე უნდა მიგვიყვანოს. მაშინ არის ჩვენი სარწმუნოებრივი სვლა ხორცშესხმა. და ამას მე რამდენჯერმე ვამბობ. ეგრე წინავდე ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი შენი კეთილი და ადიდებდე მამასა შენსა ზეთასასა. თუ ეს არ გესმის, იცოდე რომ შენს საფში ბოროტი ადვილად იმართებს. მაგრამ თუ ეს გესმის, თუ ეს დაიმართეს სიტყვები და ამ სიტყვებით ცხოვრობ და ამ სიბრძნით ცხოვრობ, რაც ღმერთმა თქვა, მე კი არ ვამბობ ამას კაცო. კი არ მომიგონია წავიკითხე მე და ჩემს სასარგებლოდ ამოვიღი ეს და მოგითხარით ვაიმერულებ მეთქი რომ იქ თქვენამდე წმოვიდა. მე ამან ჩემს იმერულობას და ჩემს ქართველობას უფრო მეტი ძალა მომცა რომ აი მეთქი აგერ არ ვნახე ფორმულა. ვნახე ბატონო და აი ეს მომიწოდა უფალო. და მითხრა თვინიერ საქმეთა გარეშე სარწმუნოება არის მკვდარი. და ვინც მორწმუნე იქნებით და ვინცაც თვლით თქვენ მორწმუნე ხართ, თუ თქვენი საქმეები არ იმეთქველებთ ღვთის წინაშე, თქვენი რწმენა მკვდარია. და უნდა გააცოცხლოთ აღდგომა მისთვისა. მე გითხარ თქვენ, ქრისტე აკიდეს ჯვარი, ცემეს, აკიდეს ჯვარი, აატანინოს გოლგოთაზე, გააკრეს ჯვარზე, ქრისტე არ გაჩერდა ჯვარზე, გარდმოხსნეს იქიდან არ გაჩერდა საფლავში, აღსდგა, არ გაჩერდა და ამაღლდა და დაждდა მარჯვენა მამისა. აი ჩვენმა ღმერთმა რა ქნა. შენ ქრისტიანი თუ ხარ, ამ გზაზე გინდა სიარული თუ არა? თუ გინდა იმპერიის გზაზე იარო, მაშინ რას მიიღებ? აირჩევ ავასაკის გზას, აირჩევ ბარაბას გზას, აირჩევ იუდას გზას, უღალატებ შენ ქვეყანას და გაძღები და შუშუბატურებაზე. ააშენებ საკუთარ ბედნიერებას და მე დაგიდგამენ ძეებს, ორჯონიკიზესა და ფილიპე მახარაძესა და ლენინით. მომგესმით და ამიტომ მარტო რომ დაიმახსოვრო ჯულის კანონის ზეპირად და მე სხვას დაუწყო დევნა, არა ეგრევე. მარიამ ეგვიპტელი არავის არ განუნდევნია. მორწმუნე იქ არ წერია რომ განდევნა ვინმე. იქ ღვთის ძალამ გააჩენა. და მან უთხრა, წახვალ იქ და ებრძვი იქ იმას, რაც შენ გაგხოლებს.